ერიდე უკეთურ ფუჭ სიტყვაობას. არ ამბობს ერიდე ფუჭ სიტყვაობას. ფუჭ სიტყვაობა ცოდვაა, ყოველი უქმის სიტყვისათვის პასუხს აგებს, ქრისტე ამბობს, გახსოვთ. მაგრამ პავლე მოციქული ამატებს უკეთურ ფუჭ სიტყვაობას. ანუ ფუჭ სიტყვაობა ადამიანს ტყილა ლაპარაკობს. ეს არის უკეთურება. რატომ? იმიტომ რომ ხშირად გვითქვამს ადამიანის სიტყვა ეს სასიგნალო ის რაღაცა ინსტრუმენტი არ არის, რომ აი როგორც ცხოველები ერთმანეთს ბგერებით სიგნალს უაძლევენ და თქვათ ამით კომუნიკაციას ამყარებენ ერთმანეთთან. ადამიანის ენა ეგ არ არის, ეგეც არის, რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია, მაგრამ ეგ არ არის მხოლოდ. ენა, ანუ შენი სიტყვა არის შენი სულის ენერგია, რომლითაც შენ შეგიძლია ტრანსცენდენტულ ღმერთს დაუკავშირდე და მას შენი ესმის. აი galaktikების შემოქმედს უყურებ და რაც შენი გულიდან ამოდის, მას შენი ესმის. ძალიან ხშირად ჩვენი ლოცვების შესმენა ამიტომ არ ხდება, როგორ არ ესმის, მაგრამ შესმენა ამიტომ არ ხდება, რომ ის ჩვენი გულიდან არ ამოდის. უბრალოდ რაღაც სიტყვებს ვამბობთ. ჩვენი გულიდან არ ამოდის. ანუ მამაო ჩვენოს რო ვამბობ, ჩემი გული არ მონაწილეობს ამ. მამაო ჩვენო რომელი ხარ სათაშინო არ მონაწილეობს. როგორც ღვთის შვილი, ესი არ ვლაპარაკო. იყავნება შენი, არ არის შესმენილი და საერთოდ არ ვფიქრობ რა არის ღვთისნება და არც მაინტერესებს. ეხლა ამას ჩავარაკრაკებ და ვაგზელებ ჩემინებით ცხოვრებას, გესმით რა შესაძლოა. რატომ არ ხდება შესმენა ჩვენი ლოცვებისა? არ ხდება, იმიტომ რომ გული და ენა, სიტყვა ერთმანეთთან ბმაში არ არის. გული უკეთური მაქვს და ენით ვამბობ უზურპასეს სიტყვებს და ჩემი გული მას არ ეთანხმება. ცხოვრების წესით ჩანს ეს.